ყოფილმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა სასამართლოს ხდომებს სამომავლოდ ბოიკოტი გამოუცხადა, როგორც 26 მაისის საქმეზე მერაბიშვილმა დაკითხვისას განაცხადა, იგი მომავალში სასამართლოში აღარ მივა. მე ვარ პუტინის და მისი ოლიგარქის ბიძინა ევანიშვილის პატიმარი, განაცხადა დღეს სასამართლოს ხდომაზე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ მატროსოვის ციხეში გრძელვადიანი პაემნების საშუალება არ ექნება, თუმცა მიმართავს სასჯელ აღსრულების დეპარტამენტსა და პროკურატურას, რომ ოჯახის წევრებთან შეხვედრის საშუალება მისცენ. ბატონო ივანე, როგორ გსურთ ჩვენების მიცემა? მინდა თავიდან დავიწყოთ, ბოდიში მოვუხადოთ ჩემს მშობლებს, რომ მე აღმოჩნდი უმადური შვილი და ჩემს შვილებს, რომ აღმოჩნდი ეგოისტი მამა. არც ადრე და არც დღეს მე არაფერი არ გავაკეთე მისათვის, რომ ჩემი მშობლებისთვის ყოფილიყო ტყვილი მოხუცობა და ჩემს შვილებს ქონოდათ საშუალება მამასაც გაძლიყვნენ. დანარჩენ შემთხვევებში მე ვარ ძალიან ბედნიერი, რომ ქონდა ყველაზე უფრო საინტერესო ცხოვრება, რაც კი საქართველოში ადამიანს შეიძლება ქონოდა და მე ვარ ბედნიერი, რომ ვიყავი პირველ რიგებში ამ ბრძოლაში და მე დღეს რომ ვიყო თავისუფალი, ვიქნებოდი უბედური, იმიტომ რომ ჩემი მეგობრები, ჩემი თანამებრძოლები ცხედან ციხეში ან ყოველდღურად განიცდიან ზეწოლას. ამ სასამართლოში ჩვენ ვიხილეთ ძალიან ბევრი რამე. დაწყებული იქიდან, რომ მოსამართლემ შენიშნა მისცა 2 დღის პროკურატურას, რომელმაც ღია დაუფარავად, შეუნიღბავად ზეწოლა განახორციელა, დაემუქრა მოწმეს. ჩემთვის ძალიან საამაყოა მოწმეები, რომლებაც მუქარი შიშის ზეწოლის ბევრი მათგანის წინააღმდეგ საქმეები აღძრული, ბევრი მათგანის წინააღმდეგ ფიზიკური ზეწოლა მიმდინარეობს, მორალური ზეწოლა მიმდინარეობს. ბევრი მათგანი უმუშევრად არის დარჩენილი და ყოველდღიურ შემოსავალზე ფიქრობს, მაინც მოახერხეს და დაიცვეს. რა არის იმაზე უფრო მეტი სანატრელი, რომ მე ვიქნები და ვარ უკვე პატიმარი პუტინის და მისი ოლიგარქის ივანიშვილის.